ძალიან მიყვარს ბრინჯიანი სადილები. ყველაზე სწრაფად და მარტივად მზადდება. თან რა თქმა უნდა გემრიელია. ყველას ანაყრებს და დამატებით საჭმელს აღარ ითხოვენ. ამჯერად ბრინჯი თინუსით მინდა გაგაცნოთ. ყველა ინგრედიენტი ყველაზე ბიუჯეტურად ორნაბიჯში მოვიმარაგე. დავიწყოთ ხახვის წვრილად დაჭრით. გავაგრძელოთ სტაფილოს დაჭრით და სანამ გასქურასთან გადავინაცვლებთ, წინასწარ მოვამზადოთ ყველა პროდუქტი. ესე უფრო მარტივია ცხოვრება. პომიდორს დაუსერეთ ტაკო და დაასხით ცხელი ადუღებული წყალი. 5 წუთში გადაავლეთ ცივი წყალი და შემდეგ მოაცილეთ კანი, რომელიც ესე მარტივად მოცილდება, როგორც ვიდეოში ჩანს. შემდეგ დაჭერით და კარგად დაჭყილდეთ. ჭიქაში ჩაყარეთ ბრინჯი. შემდეგ გახსენით თინუსის კონსერვი, გადაუღვარეთ ზედმეტი სითხე და გადაიტანეთ თასში. მე გამოვიყენე თინუსის ზეთში. ასევე წინასწარ მომზადე ყველი და წავედით ახლა გასქურასთან. ტაფას მოასხით ზეითუნის ზეთი და გაახურეთ. შემდეგ გადაიტანეთ ხახვი და სტაფილო. დააჭრილეთ ნიორი. რომ მოიხრაკება, დავუმეტეთ პომიდორი და პომიდორიც რომ წამოდუღდება, დავუმეტეთ ბრინჯი და წყალი. ვიცი, ბრინჯი უნდა გამერეცხა, მაგრამ არ გავერეცხე. ამაზე არ ინერვიულობთ, ცოცხლები ვართ. წყალი ბოლომდე რომ დასრება, დავუმეტეთ თინუსი და წვრილად დაჭრილი ოხრახული. მარილი და შავი პილპილი გემოვნებით, კინაღამ გამომრჩა. ასევე დაახერხეთ თქვენთვის სასურველი ყველი. მე მოცარელა გამოვიყენე, რომელიც ორნაბიჯში მშვენიერ ფასად შევიძინე. გადაურიეთ და მზად არის. მირთმევის წინ კიდევ ერთხელ დაახერხეთ ყველი და გემრიელად მიირთვით. ესეც ასე, სადილი მთელ ოჯახს მზად არის. ვინმე თუ უარს იტყვის, დაედარჩეს მშიერი.